საქართველოს დამოკიდების საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნებია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. შესაბამისად, ეს ინტერესი გასაკვირი არ არის ჩვენი საზოგადოების, იმ საზოგადოების, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. შესაბამისად, ეს ინტერესი ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივი არის, გამომდინარე მისი ამ მოვლენის უნიკალურობისა და პირველობისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს წმინდა სინოდი მოახერხებს ამას და ყველანაირი გარეჩარევის გარეშე, შვიდ გარემოში შეასრულებს თავის მოვალეობას და აირჩევს საქართველოს ახალ პატრიარქს, ჩვენს სულიერ წყემს. აგრეთვე ზუსტად ესე ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფო არ დააკლებს ჩვენი მოქმედი ხელისუფლება არ დააკლებს მცდელობებს, რომ რაიმე ფორმის გავლენა იქონიოს ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრად უფრო ღმერთმჯერა სიმტკიცისა და სემპარის ქართული ეკლესიის და იმისი, რომ შვიდ გარემოში აირჩევს საქართველოს პატრიარქს. ამის მეტი კომენტარს ამ თემაზე მე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ ვთვლი, რომ სწორია პოლიტიკოსების მხრიდან მეტი საუბარი ამაზე. ხო, თუმცა მაინც უნდა ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ არაერთი სასულიერო პირისგან მოვისმინეთ გასული კვირების განმავლობაში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ განცხადებები, რომელიც იქცევს ყურადღებას, აი მაგალითად ასეთი ესე ვთქვათ მესიჯი, თავარია სინოდი ძლიერად ვიყოთ, არავის აქვს უფლება პატრიარქის არჩევნებში ჩაერიოს, გარედან მკითხაობა ზედმეტია, გგონიათ ვინმეს ჩავრევთ გადაწყვეტილებაში, გამორიცხულია სასულიერო პირებს, თანადგომას ვეუბნებით, თუ ვინმეს გარედან შეწუხება დაუწყეს, მითხრან და არავის დავინდობ. ეს აი მხოლოდ რამდენიმე ამონარიდი, ასე ვთქვათ, იმ განცხადებები და რაც სწორედ გასული კვირების განმავლობაში გვესმოდა. აი წინა სტუმარსაც ვკითხე და ახლა თქვენ გითხარით თქვენი პოზიცია, ვისკენ არის თქვენი აზრით მიმართული, არაერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან გაკეთებული განცხადება და მკაცრი ტონი, რომელიც მათი მხრიდან ისმის, მხოლოდ ქართული ოცნების თუ არა მხოლოდ? ვერ გეტყვით, ხალბატონო, ნება მიბოძეთ, რომ ჩემს პოზიციაზე დავრჩე და მეტი ამ საკითხის კომენტირება არ გავაკეთო, იმიტომ რომ შემდეგ უკვე განცხადებების კომენტირება მიწევს, არ ვუძნობ თავს კომფორტულად ამ საქმეში და არ ვთვლი, რომ ჩემი საქმეა. მაშინ კიდევ ერთი, რომელიც ახლა უშუალოდ პატრიარქის არჩევის პროცესს არ ეხება, ჩვენ მართლაც ძალიან მაგარი პატრიარქი გვყავდა, ილია მეორე, რომელიც კრიზისების დროს ყოველთვის ახერხებდა პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების შერიგება, მურიგებას ბოლო წლებამდე, კი ბატონო, ვიდრე ფიზიკურად დაუძლურდებოდა. ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი ამ ქვეყანაში და მართლაც აი მაშინ ახლა მოდით გითხარით იმაზე და ვისაუბროთ იმაზე, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, მათ შორის ახალ პატრიარქს, აი იმ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა განმუხტვაში, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წელიწად ნახევარია სახეზეა, კიდევ უფრო ადრე დაიწყო პოლიტიკური კრიზისის ნიშნები საქართველოში, თუმცა განსაკუთრებით გაძლიერდა სწორედ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში. და სხვათა შორის ცალკეული მეუფის მხრიდან შექმნილ ვითარებასთან მიმართებაშიც გვესმის განცხადებები, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რათა ერი შერიგდეს, ეს არის ერთ-ერთი სასულიერო პირის პოზიცია. აი ეკლესიის რა განწყობა ჩანს ამ განცხადებაში? ეს განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ თავად ეკლესია მზადა მედიატორის როლი შეასრულოს, ასე ვთქვათ, იმ პროცესში, რასაც ქვია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის რაღაცა ამოცანა და მესამე მხრივ რა შეიძლება გამოუვიდეს ეკლესიას, თუ კი ის მედიატორის ფუნქციას აიღებს საკუთარ თავზე? მე არ მოცემ ჩემ თავშეფლებას, რომ ეკლესიას ან მის რომელიმე წარმომადგენელს მეთუნეტეს მის წინამძღვარს მოუწოდო უთხოვო ან რაიმე ფორმით თქვა, რომ მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ვარ ღრმად დარწმუნებული ჩემს პოზიციაში, რომ სეკულარიზმი არის მნიშვნელოვანი მოვლენა დემოკრატიულ ცხოვრებაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით არ ვუგულებელყოფ და ვერ დავხუჭავ თვალს იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციაში აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. პატრიარქი ილია მეორე იყო განსაკუთრებული პიროვნება, პატრიარქი ილია მეორე იყო ის ადამიანი, რომელთან ერთადაც დაიბადა საქართველო, ახალი საქართველო დაიბადა, ეს შეგვიძლია ითქვას. და მისი პიროვნული ტვირთი იყო ეს, ის ამ ტვირთს იდავდა და ის იყო ჩვენი საზოგადოების უახლეს ისტორიაში ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოების დამშვიდისა და სტაბილურობის მოტანაში. როგორი იქნება მომავალი ეკლესიის წინამძღვარი, ამას მე ვერ ვიტყვი და ვერ გამსაზღვრავ. მაგრამ
ცალსახად ვერ მოუწოდებ ვერავის, რომ იყოს ერთგვარი მედიატორი ან რაიმე როლი ითამაშოს პოლიტიკური, იმიტომ რომ ისედაც უდიდესი ტვირთის მატარებელია, ხო, ამას მე არ ვამბობ, ამას სახარება ამბობს. უდიდესი ტვირთი არის საქართველოს პატრიარქობა, ეკლესიის წინამძღოლობა, სულიერი ლიდერობა ჩვენი თანამემამულეების მილიონების და მილიონების, შესაბამისად ვერ მივცემ თავისუფლებას, რომ რაიმე დამატებითი ტვირთი ავკიდო. განსხვავებულ კონტექსტში კითხავთ, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ თვითონ ქართულმა ოცნებამ, ასე ვთქვათ, შეცვალოს მთელი რიგი საკითხთან მიმართებაში მისი დამოკიდებულება, აღიაროს პრობლემები, მათ შორის აღიაროს ღრმა პოლიტიკური კრიზისი და ეს სწორედ პოლარიზაციის შემცირების და ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის და ერის შერიგების მიზნით დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ გუშინ დარწმუნებული ვარ, მოისმენდით მაკა ბოჭორიშვილის განცხადებებს, რომელიც მან გააკეთა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არანაირი რეპრესიები ქვეყანაში არ არსებობს და შესაბამისად ამ თვალსაზრისით ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას არაფერი აქვს შესაძლებელი. ხო, მე ერთ რამ შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო ციტატაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, ქალბატონი ბოჭორიშვილი ძალიან უტიფრად იტყუება და საქართველოს მოსახლეობას ატყუებს უმაღლესი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირი, როგორცაც საკუთარ თავს ის თulis, ხო, ის თulis, რომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი თუ არ ვცდები და საკუთარ თავისუფლებას აძლევს, რომ საქართველოს თელს მოსახლეობას მოატყუოს იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არ არის რეპრესიები. ამას ხო საქართველოს ყველა მოქალაქე ხედავს, ამას ხო მაკა ბოჭორიშვილის რაღაცა უტყვის სახით ნათქვამი ფრაზები არ ჭირდება. საქართველოს ყველა მოქალაქე ხედავს, რომ უსამართლოდ ამ ქვეყანაში ისჯებიან ადამიანები, ისჯებიან პოლიტიკური ნიშნით და ისინი დღეს ზიან ციხეში, ესენი არიან პოლიტიკური ლიდერები ზიან ციხეში. ჩემი თანაპარტიელი, ორი თანაპარტიელი ვეფხე კასრაძე და ვასო კაძალაშვილი, რომელსაც უნდა იცნობდეთ უბრალოდ, რომ მიხვდეთ აი იმ ბრალდებასთან საერთოდ ახლოს ჩავლა თუ შეუძლებთ, უბრალოდ უნდა იცნობდეთ, ერთი დღე უნდა გქონდეთ გატარებული ვეფხე კასრაძესთან, რომ იცოდეთ, რომ ასეთი უწყინარი კაცი, რომელიც საზღვრის სადემარკაციო ხაზის პირას ცხოვრობს, იქ მრავალშვილიან ოჯახს ზრდის და ქართულ კერას ინახავს კონფლიქტის ზონასთან, რომ ეს კაცი არის გადატრიალების მომწყობი და საბოტაჟის მომწყობი, ეს ხო სიგიჟია. ის უსამართლოდ ზის დღეს ციხეში. უამრავი ბიჭები ზიან დღეს უსამართლოდ ციხეში. პოლიტიკური ლიდერები ზიან დღეს უსამართლოდ ციხეში, ეს იქნება ლევან ხაბეიშვილი, პაატა მანჯელაძე თუ სხვა ადამიანები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კლანური სასამართლო გვაქვს უსამართლოდ ზიან ციხეში. შესაბამისად, ამას არ დაარქვა რეპრესიების არ ქონა, ეს არის უბრალოდ, არ ვიცი, თვალებში ნაცრის შეყრა, უტიფრობა და პოლიტიკიდან გასაქრობი ადამიანის სიტყვა. იმიტომ რომ ასეთი ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა არის ის, რაც ხდის ჩვენ საზოგადოებას განიზიდავს პოლიტიკური პროცესიდან, რაც ჩვენ საზოგადოებას აგდებს უკიდურეს ნიჰილისში. აი ასეთი ბინძური ტყუილები ქვეყანაში, რომელშიც ქალბატონო ლელა, როდესაც ეს ქალი ამას ამბობს, სუბთა პოლიტიკური ანგარებიდან გამომდინარე, ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს იჭერენ, ანუ ტროტუარზე დგომა კრიმინალიზაცია კანონით მოახდინა, რომ 5,000 ლარიანი ჯარიმები 20, 30 და 40 წელი აქვთ ადამიანებს, იმიტომ რომ ისინი ქუჩაში დგანან, რომ ადამიანებს ემუქრებიან, სხვადასხვა რამით აშანტაჟებენ, უბედურ დღეში აგდებენ, იმიტომ რომ ისინი პოლიტიკურად სხვა შეხედულებების არიან. ამ ქვეყანაში თქვა, რომ არ არსებობს პოლიტიკური რეპრესიები, ეს არის უბრალოდ ბოროტება. აი ასე გამოიყურება ბოროტება. ისევ მაკა ბოჭორიშვილი და ამჯერად უკვე ევროკავშირის ელჩთან მისი გუშინდელი შეხვედრა საბოლოოდ მაინც აღმოჩნდა, რომ მაინც დაიბარა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პაվել ჰერჩინსკი იმ განცხადებისთვის, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მან გასულ კვირას ბრიუსელში გააკეთა. ევროკავშირის ელჩი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, რომ მათ ხელმწიფებად საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის ღვრასთან და ეკონომიკურ გრევასთან. ეს არის მუქარაო, ასე ხედავენ მართლ პარტიაში ჰერჩინსკის განცხადებას, რომელიც გვეუბნება, რომ თუ საქართველო მომავალ კვირებსა და თვეებში არ გადაწყვეტს, რომ ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს, მაშინ დაბრუნდება ბნელ წარსულში, სადაც იყო ძალადობა, სამოქალაქო ომი, სიღარიბე, გაჭირვება და კორუფცია. რამდენად არის ელჩის ეს განცხადება მუქარა, შესაბამისად, რამდენად ქონდა ოფიციალურ თბილისის საფუძველი პაվել ჰერჩინსკი მისი მის განცხადებაზე განმარტებებისთვის საგარეო უწყებაში გამოეძახებინა. აი ამ პროვინციულ ავტოკრატიის პირობებში ასეთი ტიპის დაბარებები, დემარშები, აი ეს რაღაცა დემონსტრაციული მოვლენები გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის რაღაცა ყველაზე შავრაზმული, ყველაზე ბნელი ქართული ოცნების ელიტის საამებლად, ასე ვთქვათ, და პროპაგანდისტული მიზნებით.
ეს ხომ ტყუილია, რომ ბატონ ჰერჩინსკი რაიმე ემუქრება ამ ქვეყანას. ბატონ ჰერჩინსკიმ აღწერა საქართველოს ისტორიის ეს უმძიმეს პერიოდი, რომლის მომსწრეები ვართ თქვენც, მეც და ჩვენი მაყურებლების დიდი უმრავლესობა, რომელსაც 90-იანი წლები ერქვა ამ ქვეყანაში, როდესაც საქართველო იყო მარტო. საქართველოს მარტო ყოფნა მისმა იზოლაციამ, მის ხელმძღვანელობების, მისი ელიტების პასუხისმგებლობამ გამოიწვია სამოქალაქო ომი ამ ქვეყანაში და გამოიწვია საქართველოს ტოტალური იზოლაცია. განზიდვა საქართველოს მთელი სამყაროს მიერ, ცივილიზებული სამყაროს მიერ. მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკები, მაგალითად ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, თავის ქვეყანას აშენებდნენ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აშენებდნენ, საქართველოში ერთმანეთს იარაღს ესროდნენ. და ეს ამის მიზეზი ერთ-ერთი იყო ჩვენი იზოლაცია, საქართველოს იზოლაცია, რომელიც გამოიყენა ჩვენმა მტერმა. მტერი ჩვენ ყავს რუსეთი. ჩვენი მტერი ევროკავშირი არ არის. ევროკავშირი არის ის პოლიტიკური ერთეული, რომელსაც ჩვენ შემდგომ აი ამ ქაოსის, ჯოჯოხეთის ძალიან მძიმე ვითარების, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც ბატონმა ჰერჩინსკიმ აღწერა, ჩვენი უახლოესი წარსული, ჩვენი უახლოესი ისტორია. აი ასე გამოიყურება. მე არ ვიცი, ვის მოხმარებისთვის ამბობს ამას პროპაგანდას, მაგრამ რავი, ცოტა მე მგონი ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც არ დაინახავდა ჩვენს უახლეს წარსულს იმ სიტყვებში, რაც ბატონმა ჰერჩინსკიმ ახსენა. ბატონ ჰერჩინსკი პოლონელია. ის ბრიუსელის ბიუროკრატია არ არის. ბატონ ჰერჩინსკი ჩვენი მოძმე პოლონელი ერის წარმომადგენელია. პოლონელი ერის, რომლისთვისაც უცხო არ არის საბჭოთა კავშირი, რუსული რეპრესიები, კგბ-ს გავლენები, ის ბოროტება, რაც რუსეთმა გამოიწვია ჩვენსა და მათ ქვეყანაში. ამიტომ პაველ ჰერჩინსკი აღწერს ჩვენს უახლოეს წარსულს, როდესაც საქართველო იყო იზოლირებული. შესაბამისად ეს მუქარად აღიქვა, ან სულელი უნდა იყო და არაფერი გაგაგებოდეს საკუთარი სამშობლოს ისტორიის, ან მიზანმიმართულად უტიფრად იტყუებოდა. ბოლო კვირების განმავლობაში ოფიციალური თბილისის მისამართით ერთ-ერთი კითხვა, რაც აქტიურად ისმის, არის რატომ რეაგირებს ქართული ოცნების ხელისუფლება ძალიან მწვავედ ევროპელი პარტნიორების ელჩების მათ განცხადებებზე და რატომ არ აქვს რეაქცია იგივე ირანელი დიპლომატის პოზიციებზე, რომელიც მან უჯერდა სოციალურ თუმცა ირანის ელჩის განცხადებების შესახებ კითხვასაც უპასუხა გუშინ მაკაბოჭორიშვილმა და როგორც ის აცხადებს, ირანის ელჩთანაც აქვთ კომუნიკაცია, როცა არსებობს გარკვეული წუხილები. რამდენად არის დამაჯერებელი შორიდან არ ვიცი ეშინიათ ირანის მაკაბოჭორიშვილი და ამით დავასრულებ. მაკაბოჭორიშვილი არ არის დამოუკიდებელი ხელმძღვანელი ქართული საგარეო უწყების. მაკაბოჭორიშვილი არის წარმომადგენელი იმ საგარეო უწყების, რომელიც ასრულებს პროტოკოლურ როლს და არ არის დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში. დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა ქართული ოცნების პირობებში წყდება მოსკოვში. შესაბამისად, ძალიან მარტივი ასახსნელია, რატო ესხმის მაკაბოჭორიშვილი და მისი ძმანი და დანი მისნი თავს ევროკავშირის ელჩებს, რატო რეაგირებს პროპაგანდისტული მიზნებით იმ განცხადებებზე და რატო ამახინჯებს რეალობას ამ განცხადებებში ქალბატონი ბოჭორიშვილი და რატო არ პასუხობს ირანის ელჩს, რატო არაფერს ამბობს საქართველოს ოკუპაციაზე, რატო ერთხელ არ ახსენებს რუსეთის ფედერაციას როგორც ამ ქვეყნის მტერს და თავარ საფრთხეს ამ ქვეყნის უსაფრთხოების. იმიტომ რომ მაკაბოჭორიშვილი არის ნამესნიკი, მას არ აქვს უფლება, რომ ამაზე ილაპარაკოს. ის უფლებები დღეს არის წაღებული მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში. და იქიდან იღებს ინსტრუქციებს. არ მინდა რომ ეს გადაცემა ესე დავასრულოთ, ქალბატონო ლელა, თქვენის ნებართვით რომ არ გამოვეხმაურე კიდევ ერთხელ დუშენით დაავადებული ბავშვების საკითხს. მიეცით ბავშვებს წამალი, გავიმეორებ კიდევ ერთხელ. მე მინდა რომ ჩვენ მაყურებელს ერთი რამ უთხრა თქვენი ეთერით და შევახსენო რომ ვინმე საბჯველაძე, რომელსაც ნულოვანი სამედიცინო განათლება აქვს და ნულოვანი პოლიტიკური ეთიკა და აღმოჩნდა ოფიციალური პოლიტიკური მონსტრი დღეს ამ ხელისუფლებაში, საქართველოს ბიუჯეტიდან დახარჯულ ყოველ მესამე ლარს აკონტროლებს, ქალბატონო ლელა. ანუ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 30% მოდის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ ყოველ მესამე დახარჯულ ლარზე. ამ ადამიანს აქვს აბსოლუტურად ყველა ბერკეტი 9 მილიარდიანი ბიუჯეტზეა ლაპარაკი მარტო ჯანდაცვის სამინისტროში. აქედან 2 მილიარდზე მეტი არის ჯანდაცვის ნაწილი და არა სოციალური განაცემების. და ეს ადამიანი ამბობს, რომ მან რამოდენიმე თვეა იმუშავა და ვერ მოახერხა, რომ ქვეყანაში, რომელშიც ისინი ამბობენ, ქალბატონო ლელა, რომ საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებელია, აქ ეკონომიკური ზრდა აქვს, პროგნოზირებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ვალების გადახდის რეჟიმში არის და არ ვიცი, ყლავის ეს სახელმწიფო ამ
სახელმწიფოს ყველაზე დიდი ხარჯვითი ნაწილის მინისტრი იძახის, რომ მას 30 მილიონის პოვნის საშუალება არა აქვს. შემირცხვენია მისი კაცობა, შემირცხვენია ყველა იმ ადამიანის პოლიტიკოსობა, რომელსაც პოლიტიკა გონია, რომ ამ ბავშვების მშობლებს რაღაცა ბინძური ტყუილებით უპასუხოს და არა გააკეთოს საქმე, რომელიც ამ ბავშვებს თუნდაც 1 წუთით, თუნდაც 1 საათით არიდებს ეტლს, ან გაუგრძელებს სიცოცხლეს. ნამდვილად სერიოზული პრობლემაა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ და ვიმედოვნებ, რომ ბავშვების ინტერესები და მათი ოჯახების ზუსტად არ მაინტერესებს ამ ფაქტს არაფერი, ყველაფერს დავივიწყებ წარსულში, რაც მithქვამს, ეხა მოიქცნენ სწორად და ამ ბავშვებს სიცოცხლე გაუხანგრძლივო.